იმის გამო, რომ თავისივე სიცრუის ტყვია რეჟიმი აყალბებს ყველაფერს. აყალბებს წარსულს, აწმყოს და მომავალს, სტატისტიკას. თავს ისიაჩვენებს თითქოს უპრინციპო პოლიციის აპარატი არ გააჩნდეს და პატივსცემდეს ადამიანის უფლებებს. თითქოს არც არავის დევნიდეს. Václav Havel. Ověřených zpráv, z nichž vyplývá, že nové vedení je jen trikem, který nás má zmást a že mocenské nástroje strany zůstávají nebo přecházejí do rukou neostalinistů. Something which is against freedom, good prevailing over evil. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მათ შორის დამოუკიდებელი, პროდასავლური ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის, ხარვარდოვანი რევოლუციების ეს ლეგენდარული ლიდერი პრეზიდენტმა სააკაშვილმა წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. Pane prezidente, vážení přítomní, dovolte mi několik slov. მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში ახლა პრეზიდენტობის პერიოდის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ასამართლებენ და მის წინააღმდეგ საბრალდებო საქმეში ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე მიტანილი სამგლოვიარო თაიგულის ქვითარიცაა. შეძენილია პრაღაში პრეზიდენტის პირადი დაცვის თანამშრომლის მიერ ფარული ხარჯების ასანაზღაურებლად მასზე დარიცხული თანხიდან. იყიდეს აქ. მსგავს უხერხულ ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებებში საბრალდებო საქმეში იმ ოფიციალური ვიზიტის ხარჯიცაა, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილმა ჰაველი დააჯილდოვა. მაქვს აქ 11 წერილი სხვადასხვა საელჩოში და წარმომადგენლობაში და მინდა რომ გაიგონ, რომ ასეთი ბრალდებები და ასეთი სახელმწიფო ხარჯის მომენტები იყო მათ ქვეყნებში, რომ გადასცენ თავიანთ თავრობას. მოკლედ ეს არის ამისათვის, რომ საელჩოებმა და ქვეყნებმა იცოდნენ აქ საქართველოში რა ხდება და რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ჩართული. ჩემს უგან არის პიჯაკები, რომელთაც გემახსოვრებათ ბევრ თქვენგანს პრეზიდენტის სხვადასხვა ტრიბუნებზე, სხვადასხვა ფორუმებზე. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტი არის პრეზიდენტი და ის იცავდა საკუთარი ქვეყნის ღირსებას, იყო საკუთარი ქვეყნის სახე. ეს სხვისთვის შეიძლება ჩვეულებრივი პიჯაკების საქმე იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს არის ღირსების საქმე. წლის იანვარი, ტალინი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვეს გადასცა. 2008 წლის 12 აგვისტოს ის იდგა თბილისში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად და საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა. მე ქართველი ვარ. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე სააკაშვილმა რუსეთის სარკისებურ პროპაგანდაზე გაამახვილა ყურადღება და მასთან გასამკლავებლად დახმარება ითხოვა. Меня удивляет другое, насколько же все-таки мощной является пропагандистская машина так называемого Запада. ესაა ტაქტიკა, რომელიც ნაცისტებმა დახვეწილ სისტემად გადააქციეს და გულისხმობს მოწინააღმდეგეს დააბრალო დანაშაული, რასაც თავად ჩადიხარ. აქ ბაზარზე პრაქტიკულად ჩვენ არ გქონდა არანაირი პოზიცია, დავიწყეთ მოპოვება, მოვიკიდეთ ფეხი. ესტონეთში ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი ხარჯიც საბრალდებო საქმეშია. ტალინის სავაჭრო ცენტრში შეძენილი ღვინის და ოპერის ბილეთების ჩათვლით. 2011 ვენა. აქ ჰაბსბურგების დინასტიის უხუცეს წარმომადგენელს ემშვიდობებოდნენ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ოტო ფონ ჰაბსბურგს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არაერთხელ გამოუხატავს ხმამაღალი მხარდაჭერა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხისთვის.
2009 წელს გაზეთ გარდიანში გამოქვეყნებულ უმნიშვნელოვანეს წერილს ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს ვაცლავ ჰაველთან და სხვა გავლენიან ევროპელებთან ერთად ისიც აწერდა ხელს. დამოუკიდებელი საქართველოს ევროპელი კომაგის დაკრძალვის ცერემონიალს პრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ლედისთან ერთად დაესწრო. ამ ვიზიტთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი ხარჯი ტრანსპორტირების სასტუმროს კვების საბრალდებო საქმეშია. შესაბამის დოკუმენტებს საქართველოში ავსტრიის ელჩს ეს წერილი აცნობს. სადაც ყველაზე ძლიერები ვიყავით, აი მიშა თავის სფეროში, მე ჩემს სფეროში, ზუსტად იქ დაგვართხეს. აი მე რო ექიმებს ვბათიჟობდი რაღაც აღონიზებაზე უცხოეთში, იმიტომ რომ ახალ პროექტს ვიწყებდით, ხო, მათთან ერთად. აი ეს ხარჯები თურმე აპლანგვა. და მიშა, რომელიც იბრძვიდა კორუფციას, თურმე ყოფილა აღმოჩნდა ყველაზე ნომერი პირველი კორუმპირებული საჯარო მოხელი. ეს ხო აბსურდია. ხო და ეს არის სუფთა კგბ-შნიკური მეთოდები. სადაც ყველაზე ძლიერი ხარ, იმ წერტილში ზუსტად დაგართხამენ. სწორედ რუსული ჰიბრიდული ომის ამოცანა არის სახელმწიფოს მორღვევა, ინსტიტუციების მორღვევა, პირადი შურისძიება იმ ადამიანებზე, რომლებმაც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოახერხეს დემოკრატიის შუქურის შექმნა იმ რეგიონში, სადაც რუსეთს სურდა, რომ თავისი გავლენის არეალი ქონოდა და სწორედ აი ამ ერთიან კონტექსტში ბუნებრივია ძალიან მძიმე სანახავი არის, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება აი ესეთ წარმომადგენლობითი ხარჯები იქნება თუ რაიმე ტიპის პროტოკოლური ფუნქციების წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაიმე დამანგრეველი სახელმწიფოს. საქართველოს ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებულ ძალას, რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი. თქვენ ყველაფერი იცით, რომ მას შემდეგ რაც ყველაფერი გამოსცადეთ საქართველოს მიმართ, ერთადერთი რაც მათ რჩებათ, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორი, პირდაპირი ფიზიკური ანგარიშთორება. ამიტომ მეგობრებო, ვინაიდან დაცვის ხაზი გადის ახლა აქაც, ჩვენ უნდა ვიყოთ შვიდად, იმიტომ რომ ჩვენი პასუხი ისტერიაზე და ისტერიულ მუქარებზე უნდა იყოს სიმშვიდე, სივსისხლიანობა, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად. თვითონ მარტო პრეზიდენტ შევარდნაძეზე იყო 2 ტერორისტული აქტი, მოგეხსენებათ, მაშინ თანამშრომლებიც დაიღუპენ მეორე ტერაქტის დროს. მესამე პრეზიდენტის პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი პირდაპირ აგრესიაზე გადმოვიდა, დაწყებული ეკონომიური ემბარგო, თქვათ, ქართველების გამოძევება რუსეთიდან, შემდეგ საბოლოო ჯამში ომზე გადავიდა. სულ იყო ეს ინფორმაცია, რომ ესეთი სახის საფრთხე ემუქრებოდა პრეზიდენტს, მიუხედავად ამისა, ეს სამსახური იყო თავის სიმაღლეზე. გენერალმა თეიმურაზ ჯანაშიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მთელი 20 წელი გაატარა. პრეზიდენტ შევარდნაძისგან დაჯილდოებულია მასზე განხორციელებული ტერაქტისას გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის. პრეზიდენტ სააკაშვილისგან კი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით სახელმწიფოსთვის გაწეული თავდადებული სამსახურისთვის. თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელად 2010 წელს დაინიშნა. ივანიშვილის რეჟიმი მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ემუქრება. შევარდნაძესთან თუ მიწევდა, ესე ვთქვათ, უფრო შედარებით ადვილი სამსახური იყო, იმიტომ რომ ექსტრემალური ესეთი პირობები არ იყო ხოლმე. წინასწარ დაგეგმილი იყო ყველა ღონისძიება. სააკაშვილთან, რა ვიცი, მომიწია წყალქვეშა წყლოფნა, მყინვარწვერზე წასვლა, ბრძოლის ლამის ხაზამდეც მისვლა, ზღვის გადაცურვა თუნდაც.
არც 1000-ნაირი რაღაცები იყო. მათ შორის თვითმფრინავის მართვაში მონაწილეობაც მიმიღია. ძირეული ცვლილებები განახორციელდა საათაშორის პარლამენტარულად მოძველებული იყო როგორც პრეზიდენტის პრომირებული მანქანები, ისე ჩვენი ესპორტის მანქანები მთლიანად შეიცვალა ავტოპარკი. სასწავლო ცენტრი გაკეთა ძალიან მაგრად დონეზე, ასე ვთქვათ, დარბაზები, სასწავლო ოთახები, მთლიანად გარემონტა და აი ამდენი რაღაცა გაკეთდა, აი ყველაფერს რაღაცა შეეტყო, აი ყველა საქმეს, ყველა შენობას და ყველა ქუჩას ბოლო-ბოლო, ხო, აი რაღაცა დონე შეეტყო და აი ამაზე მე ვფიქრობდი, რომ ალბათ მადლობას და ყველაფერი მადლობებზე უნდა გადასულიყო და ყველაფერი რომ აი ამ კაცმა რაც გააკეთა ამ ქვეყნისთვის და თუნდაც თემომ რაც გააკეთა ამ სამსახურისთვის და სულ კი მაქვს ალაპარაკო, მაგრამ მეგონა რომ სულ ყველა მასე ილაპარაკებდა და ძალიან მრცხვენია პირადად მე ამ ფაქტის. დევნა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო. და ერთი სული ქონდათ როდის წავა მიშა პრეზიდენტობიდან, ხო, უშლიდნენ ხელს მაქსიმალურად, ხომ გახსოვთ? გართულდა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამუშაო პროცესი კიდევ უფრო 2012 წლის შემდეგ ყველგან ხვდებოდნენ თითქმის სადაც არ უნდა მისულიყავით უკვე ეს ზონდერ ჯგუფები, არაადეკვატური ხალხი. ბიძინა ივანიშვილს უჭირდა გაეგო, რატომ რჩებოდა სააკაშვილი პოსტზე, როცა მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო. აღიზიანებდა საქართველოს მოკავშირეების რჩევები, ხელი აიღო პოლიტიკურ შურისძიებაზე, რის გამოც მწვავე კრიტიკას იღებდა. 2013 წლის ოქტომბერში Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიის ავტორებმა ივანიშვილი ძალიან ღვიძლიან გამარჯვებულად მოიხსენიეს. ვიმედოვნებთ ისტორია სააკაშვილის მიმართ გაცილებით კეთილი მსაჯული იქნება. მან დემოკრატიას საფუძველი იმ რეგიონში ჩაუყარა, სადაც არჩეული ლიდერები ხშირად დიქტატორებად იქცევიან ხოლმე. წერდა ეს გავლენიანი ამერიკული გამოცემა. რა გიკეთე გულზე, რა გაკეთე? მოგიხერხებ რო ისეო. რა არის ეგრას ნიშნავს? ეს არის მახსოვრობა ჩვენ დაღუპული ჯარისკაცების სიმბოლო. საქართველოს ხელისუფლებაში დაწინაურებული რუსული სივრცის მილიარდერის ამოცანად თავიდანვე პროდასალური ოპოზიციის მაქსიმალური დასუსტება და პოლიტიკური ცხოვრებიდან სააკაშვილის სრული განდევნა გამოიკვეთა. ეს კი არ შეიძლება ყოფილიყო ქართული ოცნება. სააკაშვილი 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს მოვიდა საქართველოში, რომელიც იყო ჩაფრული კორუფციაში. მიხეილ სააკაშვილი მოვიდა საქართველოში, რომელსაც არ ჰქონდა და არ გააჩნდა ეკონომიკა. მიხეილ სააკაშვილი მოვიდა საქართველოში, რომელსაც ელემენტარული მანქანის თავი გზები არ გააჩნდა. 2003 წლიდან 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველოს პრემიიდან გადაიქცა სახელმწიფო. ბოლო სამუშაო დღეს მესამე პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოქალაქეთა ეს მცირე ჯგუფი შეიკრიბა მადლიერების გამოსახატავად იმ ყველაფრისთვის, რასაც საქართველომ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ლიდერობით მიაღწია. მე მადლობელი ვარ თქვენი ბატონო პრეზიდენტო. არავის იმის ილუზია არ აქვს, რომ რუსეთს რაღაც კონკრეტული ადამიანების სადმე აქვს პრეტენზია, მას აქვს ზოგადად ჩვენი სახელმწიფოებრიობის სადმე პრეტენზია, ზოგადად პრეტენზია აქვს იმისადმი, რომ ჩვენ ვიყოთ როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო არსებობდეთ, მაგრამ სწორედ ამას ნიღბავენ ისინი და ხშირ შემთხვევაში თქვენ საქართველოს ასე ვთქვათ სხვადასხვანაირი პრეზიდენტები ყოლია და ამ პრეზიდენტებიდან არც ზვიად გამსახურდია, არც ედუარდ შევარდნაძე და არც მიხეილ სააკაშვილი არ იყო მათთვის ასე ვთქვათ მისაღები, როგორც ისინი ამბობდნენ და ყოველთვის ეს სულ ეს ხალხი იყო ძირითადად დარტყმის ობიექტი რუსული პროპაგანდისგან. გამოძიება რამდენიმე მიმართულებით ჰქონდა წამოწყებული. დარტყმა ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარზეც უნდა განახორციელებინათ. კორუფციასთან ბრძოლით სახელგანთქმული ლიდერი კორუმპირებულად უნდა წარმოეჩინათ.
აი ეს მასალები მე აქ არაფერს მეზრე პირად და დოკუმენტაციის გარეშე არ მოგახსენებთ, რასაც ახლა მოგახსენებთ. არამიზნობრივად დაიხარჯა მილიონობით ლარი. კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, მისი მეგობრებისა თუ სტუმრების საზღვარგარეთულ ვოიაჟებსა და ძვირფას საჩუქრებზე. სადაო პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და სტუმრების უსაფრთხოებისთვის გასაიდუმლოებული ხარჯები გახადეს. ცხოვრების, კვების, ტრანსპორტირების, მკურნალობის, საჩუქრების და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი 2009 წლის გაზაფხულიდან პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე იყო გასაიდუმლოებული. ხარჯვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ევალებოდა. თავიდან კანონის შეცვალეს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დაქვემდებარებაში გადაიყვანეს. პროცესს ხმაური ახლდა. ივანიშვილი მოქმედ პრეზიდენტს დაცვის გარეშე ვერ დატოვებდა. ამიტომ 2013 წლის თებერვლის დასაწყისში მან გამოსცა განკარგულება და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაავალა ჩვეულებრივ გაეგრძელებინა პრეზიდენტის დაცვის ფუნქციების შესრულება, რაშიც საიდუმლო ხარჯების გაწევაც იგულისხმებოდა. ძალიან მალე ჯანაშია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ადგილას მანამდე ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დანიშნეს. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები მიავლინეს საიდუმლო საქმის შესამოწმებლად. ისინი 21000 ფაილს 2 საათში გაეცნენ და დაწერეს დასკვნა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. ოღონდ არა საიდუმლოების, არამედ მითვისება გაფლანგვის მიმართულებით, როგორც 2013 წლის 26 თებერვლით დათარიღებულ ამ დადგენილებაში წერია. მას კი ხელს აი ეს აწერდა. მას არ ჭირდება ძალაუფლება, რადგან ის თვითონ არის ქართველების მორალური ძალაუფლების წყარო. მას არ ჭირდება ჩვენი ფული, რადგან ყველა ქართველზე უფრო მდიდარია. არანაირი კედელი ბიზნესსა და ხალხს შორის არ არსებობს, რადგან ბიზნესა ხალხია. მას არ ჭირდება ტირანია და ძლიერი ხელი, რადგან მისი ხელი მწიფია. როცა ჩვენ ამ საქმეს ვეცნობით, რაღაც ისეთი შთაბეჭდება იქნება, რომ ხელისუფლებამ ჯერ გადაწყვიტა, რომ რაღაცეებისთვის დაესაჯა კონკრეტული ადამიანები და შემდგომ დაიწყო ძებნა რა არის ეს რაღაცეები. ქართული ოცნების ეს დეპუტატი საიდუმლო გრიფის ქვეშ გაფლანგულ მილიონებზე რიხით როცა ლაპარაკობდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ანზორ ჩუბინიძის და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით აგრძელებდა პრეზიდენტ სააკაშვილის საიდუმლო ხარჯების გაწევა ზუსტად ისე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. როდესაც თავრობის ხელმძღვანელს წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტის უფლებამოსილის ამოწურვამდე, ახლა არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, მისი ფარული ხარჯების დაფინანსება ხდებოდა ისევე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ბატონ თეიმურაზ ჯანაშიას სამსახურის უფროსად ყოფნის პერიოდში. ვიზიტი იყო თურქეთში და ბატონ პრეზიდენტმა მოიტეხა ხელი და შეუულებრივად ეს იყო ანაზღაურებული ამ ხარჯებიდან, არანაირი პრობლემა არ არის. ეს შეუულებრივად 2013 წელი ანზორ ჩუბინიძის დროს იყო. შეუულებრივად ეს იყო განკარგულების საფუძველზე, რომელიც შედიოდა სამედიცინო ხარჯები, შეუულებრივად რომერებული მანქანების დაქირავება თუ რა ელემენტარულად ყველაფერი რა, როგორც კეთდებოდა მანამდე. გენერალ ჯანაშიასთვის და მისი დაცვის მხარისთვის ამის დოკუმენტური დადასტურება უმნიშვნელოვანესი იყო. ის მესამე პრეზიდენტის საიდუმლო ხარჯების სრულად განსაიდუმლოებას წლების მანძილზე ამაოდ მოითხოვდა. პროკურორებსაც ეს უნდა. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მსგავსი ხარჯები არათუ შემცირებული იყო, ძალიან მინიმუმამდე იყო დაყვანილი და თითქმის არ არსებობდა. შესაბამისად, მე არ ვიცი, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობთ დაცვა, როდესაც ამბობს, რომ ბრალდების მხარე რაიმე მტკიცებულებას მალავს, ბრალდების მხარე არანაირ მტკიცებულებას არ. ბრალდების მხარე ცდილობდა თითქოს ჩუბინიძის ხელმძღვანელობით საიდუმლო ხარჯები პრაქტიკულად აღარ გაიწეოდა. ასე გრძელდებოდა სანამ ბრალდებულმა გენერალმა საქმეში პროკურორებისგან შეცდომით გადაყოლილ საიდუმლო პატაკს არ მიაგნო. მასზე ანზორ ჩუბინიძის ხელმოწერაა და 50000 ლარის ხარჯს ეხება. ამ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების პოვნა პროკურორებისთვის ძალიან უსიამოვნო იყო. რახან სხვას არ იჭერ და მიგაჩნია, რომ სხვის მიერ არ არის დანაშაული ჩადენილი, მე ნუღა შემედავები დანაშაულის ჩადენაზე ანალოგიურ ვითარებაში. თვითონ ბატონ მანზორმაც სატელევიზიო ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ გასწევდა ამ ტიპის ხარჯები. ხარჯებზე მაქვს ხელი მოწერილი, ძალიან ბევრ ხარჯებზე, მათ შორის თვითმფრინავის ხარჯებზე, მათ შორის ჩვეულებრივ ხარჯები. სურათის სრულად დანახვა მაინც შეუძლებელია.
ივანიშვილის რეჟიმი მესამე პრეზიდენტს ასამართლებს ფარული წარმომადგენლობითი ხარჯების ერთი ნაწილისთვის, ამ ხარჯების მეორე ანალოგიურ ნაწილს კი გრიფს არ ხსნის. თუ მოხსნიან გრიფს, აღმოჩნდება, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ზუსტად იგივე წესით არანაკლები თანხა არის დახარჯული ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ვიზირებით. აღმოჩნდება, რომ პრეზიდენტის ხარჯები გაიწეოდა მანამდეც და მას შემდეგაც იგივე წესით, რა წესითაც ხარჯის გაწევის გამო დღეს ასამართლებენ თემო ჯანაშიას. და დიახ, ამ საქმეშიც იკვეთება, რომ გარკვეული ხარჯები, რაც პროკურატურა ედავება ბრალდებულებს, მოგვიანებითაც გაიწეოდა სხვა თანამდებობის პირების მხრიდან, ალბათ დღესაც ესე ხდება, თუმცა ამის ნახვა დღეს ფიზიკურად შეუძლებელია და მიუხედავად ამისა, ეს ხარჯები და ეს გაწეული ხარჯები, ასე ვთქვათ, როგორც სადაო საკითხი კვლავ არის წარმოდგენილი ამ სამართლის საქმეში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის საიდუმლო ხარჯებს 3 ხელმძღვანელის პირობებში გასწევდა. გამოძიება თავიდანვე გამიზნულად აცდა ანზორ ჩუბინიძის და ბიძინა ივანიშვილის საპასუხისმგებლო პერიოდს. ჯერ ოთარ ქველიძის, შემდეგ კი თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობის პერიოდი შემოიფარგლა. გაფლონგად 8,9 მილიონი ლარი განსაზღვრა და მესამე პრეზიდენტთან ერთად ბრალი მხოლოდ ჯანაშიას წაუყენა. პრინციპში 2013 წლის თებერვალში უკვე პენსიაზე გამოყვანეს, მაგრამ მადლობა ახალ ხელისუფლებას, რომ მაინც დამასაკმა და იმის მერე თვეში ორჯერ მაინც მიწევს უმცირე სასამართლოში სიარული. ასე სამდაც დარჩა იგა. 6 წელია გენერალი ეძებს პასუხებს შეკითხვებზე. რატომ არის ბრალდებული თავისი სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებისთვის? 2014 წლის აგვისტოში ბრალი რატომ წაუყენეს მარტო მას და სადაა გაფლანგვა? რამდენი მოდიან ხოლმე თუ ფიქრობ იმას, რომ მოვლენ თუ არა პროკურორები, მოიყვანენ თუ არა მოწმეს, კიდე რას მოიგონებენ და ესე შემდეგ, იმიტომ რომ არანაირი ანუ ესენი არიან იარაღი ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის. მოვედით წავედით ახლა საცირკო სანახაობად და მოსამართლე ბადრი კოჭალმაზაშვილია. ადვოკატების აზრით ის პროკურატურის წნეხის ქვეშაა და ამის გამო არ რომ თავს ბრალდების მხარეს წარმოაჩენს. ამოჩემება კი არ გვაქვს მოსამართლის მიმართ, როდესაც მის აცილებას ვაყენებთ. ეს გამოწვეულია საქმის მიმდინარეობის პროცესში მოსამართლის მიერ უკვე გამოხატული პოზიციებით. ეს პოზიცია იქნება მისი განცხადება, ეს პოზიცია იქნება მისი გადაწყვეტილებები სხვადასხვა შრომის არ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ეს მისი პოზიციები ჩანს პროკურორების მიერ სასამართლო პროცესზე განხორციელებული სხვადასხვა უკანონო მოქმედებებისთვის მწვანე შუქის ანთებაზე. ბრალდებულების ინტერესების დამცველებმა რამდენჯერმე დააყენეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. ერთხელ იმის გამო, რომ პირდაპირ შემხებლობაშია პროცესთან, რასთან დაკავშირებითაც ამავე სასამართლოში სხვა მოსამართლე მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო 200-ზე მეტი პატიმრისთვის სასჯელის განახევრებისთვის. ანუ თავისი შეუზღუდავი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებისთვის. ნებისმიერი ობიექტური იურისტისთვის ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციური სულისკვეთებისაა და პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუშია. იულიანის საქმეზე ერთ-ერთ მჟავებულს გერონი ალანიას პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის განკარგულებით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახებდა. თუმცა ის საპატიმრო სასჯელიდან არ გათავისუფლებულა. გერონი ალანიას საპატიმრო დაწესებულებიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდა თქვენი 2009 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით. ანუ პროკურატურის პოზიციით მიხეილ სააკაშვილი და ბადრი კოჭლამაზაშვილი ერთ საქმეზე ყოფილან თანამზრახველები. ისმის კითხვა, პროკურორის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის მიუხედავად თქვენს მიმართ რატომ არ გაუსვამს პროკურატურას კითხვები. ისმის კითხვა, თუ გიულიანის საქმეზე მჟავდებული პირისთვის სასჯელის განახევრება დანაშაულია, გიულიანის საქმეზე მჟავდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებას რატომ არ მეცა სამართლებრივი შეფასება. იმისთვის რომ სასამართლოს იმიჯი არ შეილახოს, იმისთვის რომ საზოგადოების თვალში კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ის, რომ საქართველოში შეიძლება იყოს ობიექტური სასამართლო, მე მოგიწოდეთ ამისთვის, რომ ესე თქვა ჩამოშორდეთ ამ საქმეს. აბსოლუტურად არაფერი პირადული და კიდევ ერთხელ ერთი სიტყვით მეც ვიცი ბატონო თემურ, რომ ძალიან ამხრივ ცუდ მდგომარეობაში ვარ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, კითხვის ნიშნები მაინც დაისმება და მე ამას შეგუებული ვარ, მაგრამ მოსამართლის მოვალეობა ის, რომ საქმე განიხილოს ობიექტურად სამართლიანად. არ მოტივირებული იგივე
რაგიცად პროკურორები მიდიხართ მოსავალს. ამ გზით ხარ თქვენ. რაგიცად პროკურორები. ეს არის თქვენი ამოცანა. 50-ჯერ პროკურორი ჩაერთვება კითხვაში და უსაგნო პროტესტი დადგება, ამას თქვენ რეაგირება არ გაქვთ. მაგრამ ეს არის თქვენი ამოცანა. კი ბატონო. ადვოკატი ბასილაია შეცდა. ამ სხდომის ჩანაწერი დეტალურად გავშიფრეთ. დაცვის მხარე მნიშვნელოვან მოწმეს კითხავდა. 1 საათისა და 50 წუთის მანძილზე მოსამართლე და პროკურორები არა 50-ჯერ, ზუსტად 90-ჯერ ჩაეჭრნენ ადვოკატსა და მოწმეს. ისინი ამას აკეთებდნენ ორკესტრირებულად, როგორც კი მოწმის პასუხები ბრალდების ვერსიას ეწინააღმდეგებოდა. ეს სხდომა იყო სიმბოლო მთელი პროცესის, სადაც არა მარტო პრეზიდენტს და გენერალს, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ასამართლებენ. ამ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის იმგვარი საქმე, რომელიც არ შეიძლება არსებობდეს დემოკრატიულ ქვეყანაში და არ შეიძლება არსებობდეს იმ პირობებში, როდესაც არის თავისუფალი პოლიტიკური ველი და არ არის ზეწოლა კონკრეტულ პირებზე. ამ ციილში მსურს თქვენი ყურადღება მივაყო შემდეგ გარემოებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ სასამართლოზე, რომელსაც ხალხი პიჯაკების და თაიგულის პროცესს ეძახის, ბიუჯეტის გაპლანგვად განიხილება თქვენს ქვეყანაშიც პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას გაწეული ხარჯი. ასე იწყება წერილები საქართველოში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისადმი. პოლონეთის ელჩისთვის განკუთვნილი ვრცელია, რადგან საფრალდებო საქმეშია ყველა აქტივობის ხარჯი, რაც სადაო პერიოდში პოლონეთს უკავშირდებოდა. წლის დეკემბერი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვარშავაში გამართა შეხვედრა პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან. შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. დაესწრო აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს. გრიგოლ ფერაძე იყო დიდი ქართველი მოღვაწე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი არა მხოლოდ სასულიერო, არამედ ზოგად ეროვნული მოღვაწე. ერთხელაც სამუდამოდ დაგვიტოვა ეს, რომ საქართველო არ არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მთელი რეგიონის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. საქართველოს დელეგაცია მივიდა ვარშავის უნივერსიტეტში. აქ პრეზიდენტმა ყვავილების გვირგვინით შეამკო ნაცისტების მიერ გრიგოლ ფერაძესთან ერთად მოკლული პროფესორ-მასწავლებლების მემორიალური დაფა. სააკაშვილმა გაიხსენა კატინში დახვეტილი ქართველი ოფიცრებიც. მოგვიანებით საქართველოს პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან ერთად ჩავიდა კრაკოვში, ვაველის ციხესიმაგრეში მისასვლელად, რომლის ტერიტორიაზეც განისვენებენ ლეხ და მარია კაჩინსკები. ამ ოფიციალური ვიზიტის წარმომადგენლობითი ხარჯიც ეგრეთ წოდებულ გაფლანგვის მტკიცებულებებშია. ნაცისტების მსხვერპლთა მემორიალთან გვირგვინის მიტანის, ლეხ და მარია კაჩინსკების საფლავებთან თაიგულით მისვლის, თუ სახელმწიფო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების ვარშავის სასტუმროში ცხოვრების. მე ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი რამე არის. საერთოდ რთულად დასაჯერებელია, რომ ამაზე შეიძლება რომ საერთოდ მიმდინარეობდეს ამდენი წელიწადი დავა. ეს არის ისეთი რამ, რაც ყველა სახელმწიფოში არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ხარჯი. ყველანი იცით, რომ შემდეგი უკრაინა იქნება. მნიშვნელოვანია იმ ღირებულებების დაცვა, რომლებზეც დგას ევროპა და თუ ამ ღირებულებებს ფასი აქვს, აქ უნდა იდგეს ევროპა. ამას ლეხ კაჩინსკი ამბობდა თბილისში 2008 წლის 12 აგვისტოს. საქართველოს ორი უცხოელი ეროვნული მიიღავს. პიჯაკებისა და თაიგულების საქმეში ორივეს მიუჩინეს თავისი ადგილი, მაგრამ ჯერ ლეხ კაჩინსკიზე ვსაუბრობთ. მისი ინიციატივით 2008 წლის სექტემბერში პოლონეთში წაიყვანეს რუსული ოკუპაციის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 300 ბავშვი. იმ სტრესული გარემოდან
იმიდან და სიტუაციიდან, რომელიც ასე ვთქვათ, ყოველდღე ძალიან ცუდად ზეიმოვლენას ახდენდა ჩვენზე, გადავით აბსოლუტურად სხვა სივრცეში. რამაც სიმართლე გითხრათ, დაგვავიწყა ის მოვლენები, რაც სულ ცოტა ხნის წინ განვითარდა ჩვენს გარშემო. ეს იყო ჩვენთვის ძალიან ესე ვთქვათ, საინტერესო გარემო პოლონეთში კონკრეტულად იმ სასტუმროში, რომელიც აღჭურვილი იყო ყველანაირი გასართობის საშუალებით, რაც შეიძლებოდა ბავშვებს ქონოდათ. აბსოლუტურად უფასო იყო ყველაფერი, იქ ვადარებით სხვადასხვა ტურებს, დავდიოდით ქალაქში, საუკეთესო მოსაგონარია პირდაპირ გეტყვით ჩემთვის ეს პერიოდი. საბოლოო ღონისძიებაზე ესე ვთქვათ, შეხვდა დიახ პირველი ლედი, რომელმაც იქვე გადმოგცა ძალიან ისეთი საჩუქრები, რომელიც ეხლაც მაქვს ის საჩუქრები შემორჩენილი, იყო ერთ-ერთი რაღაც მეხსიერების ბარათი, ჭიქა და ესე რაღაც ესე ვინახავ გამონაკლისს ადგილ, თუმცა სამწუხაროდ და ეს ფოტოები და რაღაცები მე სამწუხაროდ არ მაქვს. ვიყავი უბედნიერესი იმ პერიოდში, ეს ძალიან კარგად მახსოვს. 2011 წელს ვარშავაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა საქართველოს პირველი ლედი სანდრა როლოსი. გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამავდროულად თავისი წიგნის იდეალისტის ნაამბობის პოლონური ვერსიის პრეზენტაცია, რომელიც მარია კაჩინსკას ხსოვნას მიუძღვნა. პოლონეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რულოვსმა გაიხსენა ომი, პოლონეთის და კაჩინსკების თანადგომა და დევნილი ბავშვების პოლონეთში წაყვანა. ამ ვიზიტის წარმომადგენლობითი ხარჯიც საბრალდებო საქმეშია. დევნილი ბავშვების პოლონელი მასპინძლების დაჯილდოებასთან დაკავშირებული სამახსოვრო საჩუქრებისა და სუვენირების საფასურის ჩათვლით. პროკურატურა ცდილობს იმდადაგვარად დახატოს სურათი, რომ თითოეულს რაღაც ჰედონისტურ ხარჯებს ჰქონდა. ადგილი მიხეილ სააკაშვილის ხვდა, რომ ხვალ და ზეგმერე პროსამთავრობო მედიებმა, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ აიტაცოს პროკურორების ეს განცხადებები და პროკურორ ნათია სონღულაშვილის ციტატებს აქტიურად იმოწმებდნენ პუტინის პროპაგანდისტულ არხებზე სააკაშვილის წინააღმდეგ მომზადებულ ასეთ ухамс шоуებში. Но при этом, если верить тем обвинениям, которые сейчас звучат в его адрес, деньги он тратил, в общем, не очень на политику, он тратил на женщин. Да, просто это официальные факты. 10 августа прокуратура Грузии сделала заявление. რაც ამ შოუებში ხდებოდა, იგივეა თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში. წამყვანმა პროკურორმა სასამართლოს მთელი სერიოზულობით გამოუცხადა, რომ დაასახელებდა, ციტირებ, სუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებზეც ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა. რატომ ახსენეთ ის საფუძველზე? შევდგომ პროცესებს დაესწარი და უცბად გაიგეთ. ამ სუბუქი ყოფაქცევის ქალებს კი. ვარების სახელები რომელი უცხოელები იყვნენ ზუსტად ქვეყანა არ მოსვას აიდან დედა და შვილი, ანუ ქალბატონები პრეზიდენტთან იყვნენ სტუმრად ჩამოსული და პრეზიდენტმა დაპატიჟა კახეთში ილიას ტბაზე, ყვარლის ტბაზე ველოსიპედით საგადაოთრა. და შესაბამის ფეხსაცმელი არ ქონდა სტუმარს და გადასცა რომ სპორტული ფეხსაცმელი გვეყიდა ნაიკის მაღაზიაში შეუძინეთ და გადავეცით ამ სტუმარს. პროკურატურაში მკითხეს ეს ქალბატონები ვინ იყვნენ და სტუმრები იყვნენ პრეზიდენტის მეთქი არ ქონდა ეხლა თავისი. და ამ სუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები ხო არ იყვნენ ის ქალბატონი ნათია, სუბუქი ყოფაქცევის ქალები უნდა დაგესახელებინათ და როდის აპირებთ? პროკურორი სონღულაშვილი საქმეს ისე ჩამოშორდა, ის დააწინაურეს. დაპირება არ შეუსრულებია. არსად ესეთი რამე არ ფიგურირებს, თუმცა ამას ძალიან აქტიურად იყენებდნენ პროცესების განმავლობაში პროკურორები და ეს ემსახურებოდა მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოების ცნობიერებაში მომხდარიყო ესე რომ ვთქვათ, საზოგადოება დაეჯერებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამგვარ ვთქვათ, მომსახურებისთვის იყენებდა სახელმწიფო ბიუჯეტს და ასე შემდეგ. ანუ თავარი ამ საქმეში არის მხოლოდ პიარი. პიჯაკების და თაიგულების საქმის პროკურორებს შეუძლიათ გითხრან, რომ საბრალდებო საქმეში არ არის არც ერთი ოფიციალური ვიზიტის ხარჯი. როცა საქმე მოიცავს ყველა ოფიციალური ვიზიტის ხარჯს, რაც კი მიხეილ სააკაშვილს და სანდრა როლოს 2009-2013 წლებში, სადაო პერიოდში განხორციელებიათ. ეს საფრთხის ვალდება ეზაობა, ეს გახლავთ ის ხარჯი, რაც მორგებული იყო პრეზიდენტზე და ემსახურებოდა მხოლოდ მის კომფორტს და არ ემსახურებოდა არანაირად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის მიზნებს.
ბატონო გიორგი, ოფიციალური ვიზიტების ხარჯები, როგორ იყო კომფორტის ხარჯები? ძალიან ბევრი ოფიციალური ვიზიტი არის მე ვნახე საქმეში. იქ არის უამრავი ხარჯი, რომელიც დელეგაციის წევრებს ეხება. ეს ყველაფერი რანაირად არის პრეზიდენტის კომფორტის. ოფიციალური ვიზიტებს შეეხება. როგორ არა? კაპიტან კეთ მიპასუხეთ. ხომ არის ოფიციალური ვიზიტებიც, რატომ ცდილობთ რომ მხოლოდ არაოფიციალურს ეხება? პუტინის გრძელვადიანი მიზანია აღადგინოს რუსეთის ჰეგემონია პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუ ის მიაღწევს ამ სივრცის ყველაზე პროდესალური ლიდერის ჩამოგდებას, გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისი მიზნის მისაღწევად. ვაშინგტონ პოსტში 2006 წელს გამოქვეყნებულ ამ სტატიაში რიჩარდ ჰოლბრუკი წერდა, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობაში გამოცდად უნდა განეხილა. I wrote a year ago that the Russians were going to try to provoke ჩამოვიდა მე მახსოვს დასახდა სასტუმრო კოპალაში რომელიც იყო მუდმივი დაბომბების საფრთხის ქვეშ და ყველა ტელევიზიას თვითონ ურეკავდა და ყველა ტელევიზიას თვითონ ერთვებოდა. ამ კაცმა ითამაშა გადამწყვეტი როლი საქართველოს სახელმწიფოების გადარჩენაში და თბილისის გადარჩენაში. outside of the Baltics, of course. Secondly, the timing. It was also predicted. He is simply one of the giants of American foreign policy. რიჩარდ ჰოლბრუკს ამერიკის დიპლომატიის გიგანტი ბარაკ ობამამ უწოდა. ბოლო წუთამდე იყო შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში. ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერისთვის სააკაშვილმა წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი მასაც მიენიჭა ოღონდ გარდაცვალების შემდეგ. მადლიერების ნიშნად თბილისის ეს ქუჩა რიჩარდ ჰოლბრუკის სახელს ატარებს. საქართველოში შეერთებული შტატების ელჩისადმი წერილის მიხედვით ივანიშვილის რეჟიმი სააკაშვილს დანაშაულად უთვლის 2011 წლის იანვარში ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის წარმომადგენლობით ხარჯებსაც. მაშინ კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიღწვი ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მოგვიანებით შედგა პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან პირისპირ შეხვედრა. სააკაშვილი შეხვდა კიდევ ბევრ ძალიან მნიშვნელოვან პირს, მათ შორის სენატორებს, რიჩარდ ლუგარს და კარლ ლევინს. საბრალდებო საქმეში ეგრეთ წოდებულ დანაშაულის მტკიცებულებებში ემითითებული ამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი, ტრანსპორტირების, კვების, მედიკამენტების და სხვა. ეს დოკუმენტიც საბრალდებო საქმიდანაა და აჯამებს სადილის ხარჯს, რომელიც 2011 წლის იანვარში ვაშინგტონში სენატორ ჯოზეფ ლიბერმანის საპატივცემულოდ გაიმართა. ვიზიტში არის სენატორ ლიბერმანის დაჯილდოების ცერემონიის ხარჯი თქვენ საბრალდებო საქმეში. იცით ამის შესახებ? თუ იცით სენატორი ლიბერმანი ვინ არის? მაინტერესებს ოფიციალურ სენატორი ლიბერმანი ვინ არის, იცით თუ არა? მისი დაჯილდოების ცერემონიალი გაფანვაში. 2008 წლის აგვისტოში თბილისში ჯოზეფ ლიბერმანიც იყო ჩამოსული ლინდსი გრემთან ერთად. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი ის ჯონ მაკეინთან ერთად ლობირებდა თავდაცვითი იარაღით საქართველოს უზრუნველყოფის იდეას სწორედ მშვიდობისთვის და არა ომისთვის. არის ძალა მსოფლიოში, რომელსაც სიკეთე უნდა. ეს ძალა აქ არის და მისი ერთ-ერთი ლიდერი თქვენ ბრძანდებით. ეს სენატორ ლიბერმანის დაჯილდოებისას ითქვა. ამერიკულმა პრესამ აქტიურად გააშუქა ჯორჯთაუნის კლუბში გამართული ღონისძიება, რომელიც ფარგლებში შემდგარი სადილის ხარჯიც, პიჯაკების და თაიგულების საბრალდებო საქმეშია. ვახშამზე, რომელიც ამ დაჯილდოების საპატივცემულოდ გამართა, ყოფებოდი მეც და თვლი რომ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ მეგობრების მისამართით გამოვხატეთ მადლიერება და ეს ხარჯები ბუნებრივია იყო ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიცია. მნიშვნელოვანი ინვესტიცია არა მარტო სადილის გამართვაზე არის საუბარი, მნიშვნელოვანი ინვესტიცია იყო
ამ ადამიანებთან ურთიერთობის აგება, იმიტომ რომ სენატორ ლიბერმანთან ერთად ამ ახშამში მონაწილეობდნენ ის სტაფერები, ის ადამიანები, ვინც რეალურად ქმნიან ხოლმე ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რომელთა მხარდაჭერა და დღემდე მუშაობენ ისინი კონგრესში ან სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე და მათი მხარდაჭერა ყველა კრიზისულ სიტუაციაში საქართველოს გამოადგა და მომავალშიც გამოადგება. პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთი ჩვენთაგანის უფლება არ არის დაცული. 5 წლის მანძილზე ჩვენ გვდევნიდნენ, დევნილია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ხელი არ წაგიცდეთ და არ იფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის აქ ჩამოყვანა და მისი ციხეში გამოკეტვა შესაძლებელია. ხელი არ წაგიცდეთ, იფიქროთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაცვა არ არის თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა. არ გაბედოთ, ვერ გაბედათ, და თუ გაბედათ, ეს იქნება დაკავებული. 2008 წლის ომი არც დაწყებულა 7 აგვისტოს და არც დამთავრებულა 12 აგვისტოს. ეს იყო ერთ-ერთი აქტიური ცხელი ფაზა იმ ჰიბრიდული ომისა, რომელიც რუსეთმა დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ. ეს საფრთხეები არის არამხოლოდ სამხედრო, არამედ არის სპეცსამსახურების პენეტრაცია საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციებში, არის საფრთხეები, სწორედ ეკონომიკური, ფინანსური ტიპის საფრთხეები და არის პროპაგანდისტული საფრთხეები. განსაკუთრებით რთული იყო 2009 წლის პირველი ნახევარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის ფორმირება მიმდინარეობდა და გამორიცხული არ იყო რუსეთს ეს პერიოდი თავისი ამოცანებისთვის ხელსაყრელად მიეჩნია. ის არ ასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მკვეთრად გაზარდა სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაიწყო ძალიან საშიში სამხედრო მანევრები შავ ზღვაში. ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი მეგობარი სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლების სავარაუდო თარიღსაც ასახელებდა. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა დენის კორბოიმ არ გამორიცხა ეს 2009 წლის ივლისში მომხდარიყო. რუსეთის მხრიდან ახალი პროვოკაციების მაღალ რისკს ეწერდა კრიზისის საერთაშორისო ჯგუფიც. ამ პერიოდში გადაწყდა პრეზიდენტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი წარმომადგენლობითი ხარჯების გასაიდუმლოება. ეს შეეხებოდა დასცავ პირის საცხოვრებელს, მის გადაადგილებას და მოძრაობას, საზღვარგარეთ მის ყოფნას, მის სტუმრების ვინაობას, შეეხებოდა მის ჩვეულებრივ ყოფით ქცევებს, რაც ასევე სადაზვერვო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო, ტრულად განწყობილი ქვეყნისთვის ან ტერორისტული ჯგუფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო. ამიტომ ამ სახის ინფორმაციის მიღება შეიძლება მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. სხვანაირად მოძრაობდით რა. თქვათ, ესკორტის სახი არ ქონდა მიცემული, გადაადგილების მარშრუტები იცვლებოდა, მოულოდნელი ცვლილებები იყო, დაფარული იყო ყველაფერი, რაც პრეზიდენტში ეხებოდა, რაც ჭამდა, რაც სვავდა, იცვლებოდა. როცა კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები კვების მიმართულებით, სპეციალური დაცვის სამსახურმა შეიძინა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფას აკეთებდა კვებისთი უსაფრთხოების კუთხით. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულ, ესე ვთქვათ, კრიზისულ სიტუაციებში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ იყოს გასაიდუმლოებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეალურად ქვეყანა ომის პირობებში არის. ჩვენი ამოცანა სწორედ აი პოსტ-ცხელი ფაზისა იყო, რაც შეიძლება მეტი ყურადღების მიპყრობა საქართველოზე, რაც შეიძლება მეტი ჩართულობა ჩვენი პარტნიორების საქართველოს უსაფრთხოების და ზოგადად საქართველოს დარჩენისა ორბიტაზე და აქედან გამომდინარე ბუნებრივია თვითონ სპექტრი წარმომადგენლობითი ხარჯების იყო გაცილებით დიდი, ვიდრე შეიძლება ვთქვათ ნორმალურ წყნარ დალაგებულ სიტუაციაში. რატომ არ ითვალისწინებთ იგივე მოწმეების ჩვენებებს? როცა გითხრას, რომ უსაფრთხოების გამო იყო პრეზიდენტის უსაფრთხოები და რატომ არ ეთანხმებით? არ გაინტერესებთ? პროკურორები ჯიუდად იმეორებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხარჯების გასაიდუმლოება უკანონო იყო, რადგან უსაფრთხოებას კი არა, გართობასა და დასვენებაში ბიუჯეტის ფულის გაფლანგვის მიზანს ემსახურებოდა.
ისინი გამუდმებით ახსენებენ მასაჟისტს. ზოგადად ამ ქალბატონის ვიზიტის გახმაურება საზოგადოებაში და მძაფრი რეაქცია საზოგადოებისგან გახდა საფუძველი იმისა, რომ შემდგომში უკანონოდ დასაიდუმლოებული იყო მსგავსი ტიპის ხარჯები. როცა მასთან დაკავშირებული ხარჯი საქმეში საერთოდ არაა და უბრალოდ პიარის ნაწილია. წლის ნოემბერი. პრეზიდენტი სააკაშვილი პრაღაში ნატოს გენერალური მდივნის მიწვევით ჩავიდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58 სესიას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მკვეთრად გააჟღერა საქართველოს მიზანი გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ამ ოფიციალური ვიზიტის წარმომადგენლობითი ხარჯიც საბრალდებო საქმეშია. ტრანსპორტირების, კვების, კომუნიკაციების, სახელმწიფო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების. საბრალდებო საქმეში აღმოვაჩინეთ 2011 წლის მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული იმ ოფიციალური ვიზიტის ხარჯიც, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტრამპის ორგანიზაციასთან და პირადად დონალდ ტრამპთან გამართა მოლაპარაკება. შედეგად კი გაფორმდა შეთანხმება ბათუმში ტრამპ თაუერის აშენების თაობაზე. პროკურატურა ამ მოლაპარაკების მსვლელობისას შემდგარი ვახშმის ხარჯზეც დაობს. პრეზიდენტ სააკაშვილისთვის დონალდ ტრამპის სასტუმროში იყო ნომერი დაჯავშნული. ტრამპ ტაუერში საქართველოს პრეზიდენტისთვის ველოსიპედის დაქირავების ხარჯიც კი საბრალდებო საქმეშია. პიჯაკების და თაიგულების საქმეში დაჯავებული ხარჯის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ტიპისაა, რასაც პროკურორები არასდროს ახსენებენ და გენერალი ბრალდებულია უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებების შესრულებისთვის. ამ განკარგულებებს სწავლობდა უშრების საბჭო, უშრების საბჭოში გადიოდა იურიდიული ექსპერტიზას, შემდეგ ხდებოდა შესაბამისი საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოცემა და რეალურად იმ უწყებებისთვის, რომელი უწყებიც მოხსენიებული იყო ამ განკარგულებაში, ეს იყო სავალდებულო შესასრულებელი. მათ შორის იყო სახელმწიფო სპეციალური სამსახური. საიდუმლო ხარჯების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებებს უპირველესად ფინანსთა მინისტრები ასრულებდნენ თანხების გამოყოფით. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ხარჯი გაიწეოდა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი წყაროდან და არა ამ სამსახურის ბიუჯეტიდან. 4 მინისტრი ამ განკარგულების შესაბამისად გამოყოფდა ამ თანხებს. ამ თანხებს მოყოლოდა შესაბამისი ჩამონათვალი, რა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ახლა. ეს ჩამონათვალი რაც იყო ზუსტად იმ ჩამონათვალის მიყიდვის ხარჯავდა ჩემამდე უთავდა. ჩემ დროს თეიმურაზ ჯანაში და ჩემს მერე შესაბამისად ვილაპარაკოთ საერთოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა ან სამსახურის უფროსმა რაიმე იპოთეტურად პროგრამა ბიუჯეტის სახსრები გაფლანგა, ეს არის სრული აბსურდი. მიუხედავად ყველაფრისა, აუდიტის სამსახურის ექსპერტმა, რომელიც ბრალდების მხარის მთავარი მოწმეა, კონტრდაზვერვის სამსახურში გაცნობილი არასრული დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაწერა დასკვნაში არ ამიზნობრიობა. სასამართლოზე გამოკითხვისას ამ ექსპერტმა ადვოკატებს ვერაფრით დაუსაბუთა, თუ რის საფუძველზე გააკეთა ეს. გენერალი ჯანაშიას საქმესთან დაკავშირებით მის ქმედებებში არ იკვეთება სიცხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ამ ასე ვთქვათ მოსაზრებას სამართლებრივად ვავითარებთ ჩვენს სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში. და ბოლოს, საბრალდებო საქმეში წარმოდგენილი საბუთების მნიშვნელოვან ნაწილზე ოთარ ქველიძის ხელმოწერაა. ჯანაშიას ბრალი თუ 2014 წლის ზაფხულში წაუყენეს, ქველიძე მთელი 5 წლის შემდეგ გაიხსენეს. მის წინააღმდეგ 2019 წლის გაზაფხულზე წამოწყებული პროცესი უსწრაფესად გაიარეს და ბრალის აღიარების შემდეგ საპროცესო გარიგებით დაასრულეს. ქველიძე შერჩევითი მართლმსაჯულების შესალამაზებლად დასაჯეს, მათ შორის ამ პიჯაკების შეძენისთვის. წლის სექტემბერში ბათუმში ამერიკელი სენატორები ლინცი გრემი, ჯოზეფ ლიბერმანი და ჯონ მაკკეინი ჩავიდნენ. მაშინდელმა განათლების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ამერიკელ სტუმრებს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი გააცნოთ. პრეზიდენტმა კი სენატორები ბათუმის რესტორან მარსელში მიიწვია.
ხოდრას ესწრებოდნენ საკურველია მიხაილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, სენატორები, სენატორი მაკ-კეინი, ლიბერმანი და გრემი. ადგილზეც იყო საუბარი საქმეზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზე, მათ შორის საუბრობთ ასევე რაღაც განათლების ახალ პროექტებზე, მათ შორის საუბრობთ როგორ მოხდეს უფრო, ასე ვთქვათ, ფართო უხეშად რომ ვთქვათ, ფრონტის გაშლა, არაღიარების პოლიტიკა იყო მაშინ ძალიან სერიოზულად დღის წესრიგში, საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ სენატორები ძალიან ჩართულები იყვნენ ამ მიმართულებით. იყო ჩვეულებრივად რაღაც მოგრძალებული, ასე ვთქვათ, სუფრა, ქართული ღვინო, რამდენჯერმე შეხვდით სენატორ მაკ-კეინს და არასდროს დაუმალავს ქართული ღვინით აღთავიანება. სენატორ ჯონ მაკ-კეინს გადაუცე საქართველოს ეროვნული გმირის медали, ორდენი და წოდება ივანი. ასე რომ საბრალდებო საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკ-კეინის რესტორანში დაპატიჟების ხარჯიცაა სენატორებთან, ლიბერმანთან და გრემთან ერთად. We started like 2 years ago. And you know, we just give them pocket money like $300. პროკურატურას გვერდი არც ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტისთვის აუვლია. This is like a perfect night. You could not ask. საბრალდებო საქმეში დაუთვლიათ ბათუმის პიაცაზე ქართული ჩაით და მინერალური წყლით ჰილარი კლინტონის გამასმისლების ხარჯი და არა მარტო პიაცაზე. Hopes and to the great friendship between the United States and Georgia. პრეზიდენტ სტუმრები კახეთშიც ხშირად ჩაყავდა. 2012 წლის ნოემბერში ილიას ტბასთან რესტორან კუდიგორაში ხარშლამაში გადახდილი 75 ლარი, ასე ვთქვათ, გაფლანგული 8.9 მილიონი ლარის ნაწილია. იმ დღეს პრეზიდენტი ყვარელში პალერმოს მერს მასპინძლობდა. ეს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს მომსახურების ხარჯია თბილისის გოგირდის აბანოში, საბრალდებო საქმიდანაა. ესეც ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის რესტორანში დაპატიჟების 2012 წლის ზაფხულში, როცა ანაკლიაში მისი სახელობის სკვერი გაიხსნა. ჩვენი შერჩევა მოხდა ჩვენს სოციალურ დაუცველთა ოჯახიდან. აქედან არა მარტო როგორც სოციალური, არამედ სანდრას ეხმარებოდა დედაჩემს, რადგან დედაჩემი არის დიაბეტით დაავადებული ადამიანი და ხელს უწყობდა მედიკამენტებით. თავის დროზე ეს გოგონა საქართველოს პირველი ლედის და აზერბაიჯანის პირველი ლედის გაცვლითი პროგრამისთვის შეარჩიეს. შემდეგ ქართველი ბავშვები ბაქოში აზერბაიჯანის პირველი ლედის სტუმრები იყვნენ. აზერბაიჯანელ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს კი თბილისში საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა უმასპინძლად. საბრალდებო საქმეში მათი გამასპინძლების მთელი ხარჯია. ექსკურსიებზე წაყვანის, ატრაქციონების, ტკბილეულის, ლიმონადის. სანდრა რულოვსის პირადი არქივი ინახავს ცნობებს მის მიერ გაწეული საქველმოქმედო აქციების შესახებ სწორედ იმ პერიოდში, რომელზეც პროკურატურა დაობს. საბრალდებო საქმეშია ყველაფერი. საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ექსკურსიების ორგანიზების. სოციალურად დაუცველთა ოჯახებში საჩუქრების მიტანის, მათ შორის საბავშვო წიგნების, ზღაპრების, სათამაშოების, მედიკამენტების. მახსოვს სომხეთის პირველ ლედისთან მივიტანე მაგალითად ქართული სუფრა, ხო, ის მოკილოჯი ორნამენტები რო არის და ერევანში ჩატანილი ამ სუვენირების ხარჯით საბრალდებო საქმეშია. ლორა ბუშისთვის გაგზავნილი თაიგულის, ჰილარი კლინტონისთვის გადაცემული სუვენირების დაკიდავ მიინმოთვლის. და ძალიან ბევრი რამე ამ ქვეყანაში, რაც თუნდაც ჯანდაცვას ეხება, პროფილაქტიკას ეხება, მკურნალობას ეხება, ტუბერკულოზს ეხება, 1000 გვარ სხვა დაავადებას, სანდრას პირადი დამსახურებებია, რომ დღეს ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს სხვა მიმართულებებზე რომ არაფერი ვთქვათ, მარტო ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად სანდრა რულოვსის ხელმძღვანელობით საქართველოს გრანტის სახით $100 მილიონ მეტი შემოიტანა. ამაზე თავად ხმამაღლა არასდროს ულაპარაკია. ბიჯაკების და თაიგულების საქმეშია პირველი ლედის სამუშაო ვიზიტების ხარჯები, რომლებზეც ჯანდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების საკითხები წყდებოდა. დიპლომატიური მისიებისადმი რულოვსის ეს წერილები დიდ პოლიტიკურ დევნას აღწერს.
რატომ დაიქირავა პრეზიდენტმა ველოსიპედი ოფიციალური ვიზიტისას? უნდა ეყიდა თუ არა მას საჩუქრები და სუვენირების სტუმრებისთვის? ასეთი შეკითხვები არავის გააოცებდა ისინი მედიიდან რომ ისმოდეს, მაგრამ აქ, საქართველოში, ამ შეკითხვებზე მსჯელობა სასამართლო პროცესზე მიდის, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ასამართლებენ. ვფიქრობ, მოყვანილი ფაქტები და განმარტებები ნათელს ფენს იმას, რომ დღევანდელ საქართველოში მართლმსაჯულებას იხენებენ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის იარაღად. მის წინააღმდეგ წარმოებული და მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებულია ცხოვრობდეს დევნილობაში. დღევანდელი პოლიტიკური დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლა, მე ვფიქრობ, ესეც ქვეყნის სამსახურში ყოფნა, იმიტომ რომ თუ რა ვიცი, ბოლომდე ვერ გავედი, ყოველ შემთხვევაში ჩემ გაკვალულზე უფრო ადვილი სასიარულო ექნება იმ ადამიანებს, ვის მიმართაც იქნება იგივე შერჩევითი მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა, რაც შეეხება ჩემს მომავალს, რა ვიცი, ყოველთვის ვიქნები ამ ქვეყნის სამსახურში, ამ სახელმწიფო სამსახურში, როგორც კი ერთი წუთით მაინც როგორც კი დავჭირდები, მის გვერდში ვიქნები ყოველთვის, რა თქმა უნდა. მეშვიდე წელია, რაც გენერალი თეიმურაზ ჯანაშია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის განკარგულებების შესრულებისთვის ასე უსამართლოდ იდევნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი სამშობლოდან დევნილია. მათ შორის პიჯაკების და თაიგულების საქმით, რომელზეც ამ ფილმში მოგიყევით. 2008 წლის აგვისტოში პუტინის ამოცანებში სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოგდება იყო. როგორც ნახეთ, ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმი სჯის პრეზიდენტ სააკაშვილის მთელ აქტივობებს, რაც საქართველოზე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის შემდეგ ევროინტეგრაციის, უსაფრთხოებისა და არაღიარების პოლიტიკას უკავშირდებოდა. ეს კი პუტინის ოცნების ახდენაა, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ხელით.